განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეგიონული განვითარების მხარდაჭერის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით შეხვედრებს აგრძელებს. სამინისტროს წარმომადგენლები მინისტრის მოადგილის თენგის შერგელაშვილის ხელმძღვანელობით გურიაში იმყოფებოდნენ. სამუშაო შეხვედრას გურის გუბერნატორი, მუნიციპალიტეტის გამგებლები, გერმანული კომპანიების UNIDP-ისა და GIZ-ის ადგილობრივი ექსპერტები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა მთავრობასა და ევროკავშირს შორის დადებული ხელშეკრულებით ნაკისრბალდებულ რომელიც რეგიონული განვითარების სტრატეგიის მომზადებას ითვალისწინებს. რეგიონული განვითარების საბჭოსთან, რომელსაც ხელმძღვანელობს გუბერნატორი და შედიან მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და სხვა საზოგადოების წარმომადგენლები. უნდა დაიგეგმოს კონკრეტული სამუშაო ჯგუფების საქმიანობა, რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ საბოლოო ჯამში მომზადდეს და შემდგომ უკვე მთავრობამ დაამტკიცოს გურიის განვითარების სტრატეგია. განვიხილეთ ის მიმდინარე პროექტები, რომელიც უნდა განხორციელდეს რეგიონში. მნიშვნელოვანი არის ის პროექტები, რომლებიც გარდამავალი ეტაპის არის. ასევე ჩვენ განვიხილეთ საკითხი, რომელიც აუცილებლად მოსაგვარებელი არის მუნიციპალიტეტების მიხედვით. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი არის ჩვენი რეგიონისათვის.